მინდა დღეს გაგიზიაროთ უფლის სიტყვა, რაც გულში მქონდა და მინდა ერთი ადგილი განვიხილოთ ყველამ ეკლესიამ ერთად. დაბადების მეოთხე თავი და მინდა წავიკითხო მესამე თავის მეათე მუხლიდან, უпроსორად მეოთხე თავის მესამე მუხლიდან მეათეს ჩათვლით. აქ არის ისტორია, რომელიც მრავალმა მომორწმუნემ, ვისაც კი ბიბლია წაკითხული აქვს, ალბათ ყველა მიცის, ყველას წაკითხული აქვს, ყველას რაღაცა გაქვთ მოსმენილი. მაგრამ მინდა რატომღაც დღეს გულში მქონდა ამასინათე, როცა ბიბლიის კითხვა დავიწყე ისევ ხელახალი გრაფიკით და გადავიარე, აი ეს გულში, ეს ადგილი რაღაცნაირად გულში განსაკუთრებულად მომხდა და გადავწყვიტე რომ გავეზიარებინა ეკლესიისთვის. აქ წერია ძვირფასებო ისტორია ორი ძმის, ძალიან მოკლე არის, შეიძლება ეს ყველაფერი, მაგრამ ყველას აგვაქვს მოსმენილი ჩვენ აბელზე, კაინზე, ყველას აგვაქვს მოსმენილი სხვადასხვა ქადაგებები კაინისა და აბელის შესახებ და მინდა ზუსტად აი ამ ადგილის ირგვლივ ცოტაოდენი ვილაპარაკოთ, ჩვენი გულები განმამზადოთ ისევ ლოცვისთვის და საინტერესო სიტყვა თქვა ჩვენმა ძმამ აღნიშნა თავის სიტყვაში, რაც ადრე ეკლესიაში ჩვენს გავამახვილეთ მასზე ყურადღება, რომ ეკლესიებში შეიძლება იყვნენ მორწმუნეები, მომრავლებული, მრავალრიცხოვანი ეკლესიები, მაგრამ კითხვა ხშირად ისმის, რამდენი მათგანი არის მართლაც მაღლიდან შობილი, რამდენი მათგანს აქვს ჭეშმარიტად მონანიებული, რამდენი მათგანი არის, რომელიც მართლაც ღმერთისაგან შობილი არის. და იცით რამ გვიბიძგა, სანამ ამ ისტორიას ავიკითხავ, რომ ეს გვეფიქრა? რაც უფრო მეტი დრო გადის, მინდა გითხრათ 45 წელია, რაც მსახურებაში ვარ ეკლესიაში თითქმის და რასაც ვაკვირდები, მე რაც უფრო მეტი დრო გადის, რაც უფრო მრავლდება მორწმუნე ხალხი ქვეყანაზე, გარკვეული პრობლემებიც მატულობს და ჩემთვის დღესაც ველაპარაკებოდი ერთ ჩვენ დას, რომ აი თავის დროზე, როდესაც ითქმოდა სიტყვა მორწმუნე და ვიტყოდით, რომ ეს კაცი მორწმუნე არის, ამით ყველაფერი იყო ნათქვამი. ამით ის იყო ნათქვამი, რომ თუ ის მორწმუნეა, შეიძლება ენდო სამსახურში. თუ ის მორწმუნეა, შეიძლება ენდო ოჯახში. თუ ის მორწმუნეა და ასე შემდეგ, ის ყოვლად სანდო ადამიანი იყო. მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, სიტყვა მორწმუნე ხშირად აღარაფერს აღარ გვეუბნება. ხშირად სიტყვა მორწმუნე უკვე კარგავს იმ ფასეულობას. და იცით რატომ? საქართველოს 90% მორწმუნე არის. ზუსტად არ ვიცი რამდენი პროცენტია, მაგრამ ალბათ ასე არის. როდესაც გაივლით ქუჩებში, ვისაც არ უნდა შეეკითხო, ალბათ ძალიან იშვიათად შეხვდებათ ადამიანი, რომელიც გეტყვის, რომ მე ურწმუნო ვარ. ალბათ უფრო მეტი გეტყვის, მე მორწმუნე ვარ. შემოძვრფასებო სიტყვა მორწმუნე შეიძლება გაუბრალოვდა. მაგრამ მორწმუნე ადამიანი არის ის ადამიანი, ზუსტად ვინც აი ეს მონახულების დრო, რომელზეც ლაპარაკობდა ჩვენი ძმა, დაიჭირა ეს მონახულების დრო, მოინანია ღმერთის წინაშე, მთელი გულით თავისი განვლილი ცხოვრება, შეიძულა ცოდვა, მოტრიალდა იესოსკენ და იესოს მიხვება. შეიძლება თუ არა ასეთ ადამიანს შეცდომა მოვიდეს, დიახ, შეუძლია. და ისიც რა არის, პანდემიის პერიოდში ერთი რამ გავიაზრე კი არა, უბრალოდ ანალოგი მოვიყვან ერთ ქადაგებაშიც, რომ როცა ადამიანებს ველაპარაკებოდი, ვინც გადაიტანა კოვიდი, იცი, იყო ასეთი სიმპტომები, რომ ვეღარ აგრძნობო გემოს, ვეღარ აგრძნობ ყნოსვას. და როცა საჭმელს ჭამდა, რომელიც საჭმელიც უყვარდა, გემო კი მახსოვსო ერთი მეუნება, როგორი იყო, მაგრამ ეხლა რო ვჭამო, ისეთი უგემური და საიზღარი გემო აქვს, არა და მახსენდებაო, როგორი გემო ქონდა და რა კარგი იყო ეს საჭმელი. შემოძვრფასებო ხანდახან იცით, მაღლიდან შობილი ადამიანები, ცოტა შეიძლება უხეში შედარება იყოს, მაგრამ მსგავსი არიან ხოლმე იმ ადამიანებისა, რომლებსაც სხეულში ახსოვთ ის სოდვა, ის სიტკბოება, მაგრამ როდესაც ზეციდან შობილი ადამიანი ვარდება იმ მდგომარეობაში, მისთვის საზიზღარი და საძულელი ხდება ის, კი ახსოვს გონებით, კი ახსოვს ოდესღაც, რომ ამ ცოდვაში მისი ხორცე სიამოვნებას განიცდიდა, მაგრამ მაღლიდან შობილი ადამიანი აღარ განიცდის ამ სიამოვნებას. იმიტომ რომ მაღლიდან შობილი ვერ ეგუება ცოდვას. მაღლიდან შობილი ადამიანი ვერ ეგუება არაპატიოსნებას, ვერ ეგუება
ვერაფერს ისეთს, რომელიც მის ცხოვრებაში იჩენს ხოლმე თავს და ის ისე უფლისკენ ტრიალდება. მაგრამ ის მაღლიდან შობილი არ არის, შეიძლება მორწმუნეც ერქვას, მაგრამ ეს ადამიანი ზურფასებაა, რომელიც ისევ მისტირის იმწოდვას, რომელიც მაღლიდან შობილი არ არის და ვერ აღიქვავს ამ სიწმინდის სიამოვნებას, ამ ადამიანს რაც გინდა ის დაუძახე. ის არ იქნება ქრისტეს ხასიათით მავალი. მხოლოდ ვინც ჭეშმარიტი მონანიების გზით მოვიდა უფალთან და მართლა სრული შეგნებით გაიაზრა თავისი განვლილი ცხოვრება და მოინანია, ის ადამიანი ხდებიან მაღლიდან შობილები. ამიტომ დაგვეხმაროს ღმერთი ყველას. მაგრამ მაგდან ღუშობილ ადამიანებსაც გვჭირდება ცხოვრებაში ისევ ღმერთის სიტყვით ზრდა. მაღლიდან შობილ ადამიანებს გვჭირდება ჩვენ ეკლესიაში სულიერი ზრდა, იმიტომ რომ რაც სახარებაში არის დაწერილი, ყველაფერი მორწმუნეთათვის არის დაწერილი. რომ ჩვენ ვიზრდებოდეთ სულში, ვითარდებოდეთ დღითი დღე და ის სიწმინდე, რაც უფალმა მოგცა ჩვენ საჩუქრად გვეჭიროს და ჩვენი ცხოვრების ბოლომდე ვატაროთ. ამენ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიკითხოთ ბიბლია, შემოძვრფასება. ბიბლიური ისტორიებით უნდა გავიზარდოთ ჩვენ. ჩვენი წყარო ზრდისა ეს უნდა იყოს წმინდა წერილი. წმინდა წერილის ყოველი ისტორია ჩვენ რაღაცას გველაპარაკება. წმინდა წერილის ყოველი ეპიზოდი რაღაცას გველაპარაკება ჩვენ. ჩვენ ვსწავლობთ შემოძვრფასება. აბრაამი, ისააკი, იაკობიდან დაწყებული მოსე, მთელი წინასწარმეტყველები, ბიბლიური პერსონაჟები, მოციქულები, ჩვენ როდესაც ვკითხულობთ მათ ცხოვრებას, მათ ცხოვრებიდან ჩვენ ვსწავლობთ კარგსაც, ვსწავლობთ რას უნდა ვერიდოთ, რას უნდა ჩავეჭიდოთ და თუ შენ გინდა რომ სულიერად გაზრდილი ადამიანი იყო, გაიზარდე ბიბლიით. არ გაიზრდები მარტო შენი წარმოსახვევით, არ გაიზრდები მარტო სხვისი ქადაგებების მოსმენით, შენ უნდა გაიზარდო ბიბლიით და მორწმუნე ადამიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის, რაც მორწმუნე ადამიანს ამშვენებს კიდეც ურთიერთობა ბიბლიასთან. სიყვარული ღმერთის სიტყვისადმი, ლოცვა ღმერთისადმი, ეს ზრდის ადამიანს სულიერად, ეს აახლოებს ადამიანს სულიერად. ამენ. სოცხალბერს დიდება და მადლობა. აი ახაც ხედავთ შემოძვრფასება, აი ამ მონაკვეთში რომელიც უნდა წავიკითხო, ხედავთ ორ ძმას, კაინი და აბელი. ხედავთ რომ ამ ორივე ძვამ მსხვერპლი მოიტანა ღმერთის წინაშე. ორი მსხვერპლი მოტანილი. მაგრამ ხედავთ რომ ღმერთმა ერთ მსხვერპლს უპასუხა და მეორე მსხვერპლს არ უპასუხა. და მინდა აი ამ ისტორიის ირგვლივ რაღაც ვისწავლოთ დღეს და მოდი ჩვენი ყურები იყოს სასმენად ამ ადგილზე. თუ რას გვეუბნება ღმერთი აი ამ მონაკვეთიდან. ჩვენ ღმერთი გველაპარაკება წმინდა წერილიდან. ამენ. ამიტომ ეს ისტორია იმიტომ არ დაიწერა რომ უბრალოდ წავიკითხოთ ჩვენ. ყველა ისტორიას თავისი სასწავლო რაღაცა მოსდევს, ინსტრუქცია. თუ რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ აქედან. მინდა წავიკითხოთ თქვა, როდესაც გავიდა ხანი, მიართვა უფალს კაენმა მიწის ნაყოფთაგან შემდგარი ზღვენი. აბელმაც მიართვა ზღვენი უფალს თავის სხვართა პირშტოთაგან და მათი ცხიმიდან. და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ზღვენს. კაენსა და მის ზღვენს არ გადმოხედა უფალმა. დიდად გაბრაზდა კაენი და მოეღუშა სახე. აი ამ მოკლე ორ მუხში ვხედავთ რომ ორმა ძმამ მოიტანა მსხვერპლი. მე აღარ ჩაუღრმავდები, მაგრამ ბიბლია ამბობს რომ ღმერთმა მართალი ადამიანის კაენის მსხვერპლი, აბელის მსხვერპლი მიიღო. ის არის დასახელებული მართალ ადამიანად, რომელმაც რწმენით უკეთესი მსხვერპლი მოიტანა ვიდრე კაენმა. ნუ ბიბლიის კომენტატორები კიდევ ერთ აზრს ახსოვენ რომ მან სისხლიანი მსხვერპლი მოიტანა ღმერთის წინაშე, გამოსასყიდი მსხვერპლი, რომელიც ღმერთმა ადამსა და ევას აჩვენა ედემის ბაღში, როდესაც ისინი ცდილობდნენ თავიანთი სხეულის სიშიშვლე დაეფარათ ფოთლებისგან, ღმერთმა მათ ტყავის სამოსელი მისცა. ტყავის სამოსელი, რომელიც არ იყო რომელიღაც გადამუშავებული ქარხანაში, მაგრამ ედემის ბაღში დაიღვარა უდანაშაულოს საქონლის პირუტყვის სისხლი. და ამით ღმერთმა ადამსა და ევას აჩვენა აი სიკვდილი, რომელიც თქვენ ცოდვის გამო დაიმსახურეთ. აი ეს არის სიკვდილი, იმიტომ რომ მათ ხო სიკვდილი ნანახი არ ქონდათ. სიკვდილი ჯერ არ იყო ქვეყანაზე. ადამიანს და ევას ღმერთმა რა უთხრა სიკვდილით მოკვდებითო, სიკვდილი არ იცოდნენ რა იყო.
მაგრამ ღმერთმა ჩვენ აი ეს არის სიკვდილი. აი ეს თქვენ გეკუთვნოდათ. და მისი ტყავით შეუგერა მათ სამოსელი, რომელიც მას დაფარა მათი სიშიშვლე. ეს იყო მომავლის საჩრდილი, როგორც წმინდა წერილი გველაპარაკება. ქრისტეს წმინდა დაღვრილის სისხლი, რომელთაც გამოსყიდული ვიქენით ჩვენ და ქრისტეს სიმართლე გახდა ჩვენი სამოსელი. სამოსელი ჩვენი სიშიშვლის დაფარვისა. ჩვენ მივიღეთ ღმერთისგან მადლი, წყალობა, ცოდვების პატიება და სიწმინდე საჩუქრად. ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის. და ისიც რა ბიბლია ამბობს უფასებო, რომ ღმერთმა მიიღო აბელის მსხვერპლი. საიდან იცოდა რა მსხვერპლი უნდა მოეტანათ, მაგრამ როგორ ჩანს, მათ ადამდა და ევადან თავიანთი მშობლებიდან იცოდნენ უკვე ღვთის შესახებ. გარკვეული ურთიერთობა კაცობრიობას თავისებური ხედავთ ქონდა იმ პერიოდში. ღმერთს არ მიუტოვებია ცოდვის შედეგად კაცობრიობა. თუნდაც დაშორდა კაცობრიობა ღმერთს და ღმერთსა და ადამიანს შორის ის ჰარმონია და ურთიერთობა ვერ აღდგებოდა თუ არ იქნებოდა ქრისტეს წმინდა დაღვრილის სისხლი. მაგრამ გარკვეული ურთიერთობა, რომ ღმერთი ელაპარაკებოდა და არ ტოვებდა, ეს ჩანს წმინდა წერილში. ღმერთი ელაპარაკებოდა ცოდვილ კაინს. აქ წერია ძვირფასებო, ადამიანებმა ღმერთის სახელის მოხმობა დაიწყეს, მაგრამ მოიტანა აბელმა რწმენით უკეთესი მსხვერპლი ღვთის წინაშე და ღმერთმა გადმოხედა მართალი ადამიანის მსხვერპლს. კაინი რომ მართალი არ იყო, მისი ქმედებებიდან ჩანს შემდეგ. როცა არ გადმოხედა, მოიღუშაო მისი სახე. გაბრაზდა, სახე მოეღუშა. გინახიათ სახე მოღუშული ადამიანები, რომლებიც დადიან, რა ესიამოვნა, რა ეწყინა, ვერ გებულობდა, ძალიან ცუდი სანახავი არის, ზრფასებო მოღუშული ადამიანი, როცა არის შენს გვერდით, როცა არის რა ესიამოვნება, ამ დროს რაღაცა უდევს მას გულში, მისი გული თავისუფალი არ არის. ესალმები და ქვებიდან გიყურებს, ესალმები და სახე მოღუშული გელაპარაკება, რაღაც ხდება მის გულში. რაღაც არის ზრფასებო, ის თავისუფალი გულისა იმ დროს არ არის. კაინი არ იყო თავისუფალი გულის და უფალმა უთხრა, რატომ მოგეღუშა სახე? უფალმა სახეზე კი არა, ჩვენ სახეზე ვატყობთ, რომ მის გულში რაღაცაა, მაგრამ ღმერთმა მის გულში რა იყო, ის იცოდა. ღმერთმა იცის შენს გულში რა არის. ღმერთმა იცის ყოველი ჩვენთაგანის გულის ნადები, თუ შენი სახე მოღუშული არის, თუ შენ ღმერთს ვერ უყურებს ზრფასებო, პირდაპირ, თუ ადამიანებს თვალებში ჩახედვა არ შეგიძლია და სინდისი გასამართლებს. ადამიანებმა შეიძლება შენი გარეგნობა დაინახონ, მაგრამ ღმერთი ხედავს შენ შიგნით რაც არის. ამინ. და უფალი ეუბნება, თუ სიკეთის მქონელი ხარ, განათავაწეული არ უნდა იყო, ხოლო თუ სიკეთის მქონელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებული კართან და შენსკენ აქვს ტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე. უთხრა კაინმა აბელს თავის ძმას, ველად გავიდეთ და რომ გავიდნენ, აღდგა კაინი აბელზე თავის ძმაზე და მოკლა. კითხა უფალმა კაინს, სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო კაინმა, არ ვიცი, განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ? უთხრა უფალმა, ეს რა ჩაიდინე. შენი ძმის სისხლის ხმა მიწიდან შემომღავადებს. ჩვენ ვხედავთ ზრფასებო, რომ როდესაც აბელის სახე მოიღუშა, ღმერთმა იცოდა მის გულში რა იყო. კარგად აღნიშნა ძმამ, ჩვენი ღმერთი თავისი ყოვლის მხილველი თვალით, თავისი წინასწარმეტყველური განჭრედით ის ხედავდა კაცობრიობის დასაბამიდან ყველაფერს რაც მოხდებოდა. ღმერთმა იცოდა რა იყო მის გულში. დაეუბნება, რომ მისი სახე მოღუშული იყო. ხედავ ზურფასებო, მაშინ არ ტოვებს ღმერთი ადამიანს. როცა ადამიანის გულში რაღაც ისახება, ცოდვა, უმართლოება, ღმერთი არ გტოვებს ზურფასო ადამიანო, ღმერთი აგრძელებს ყოველ ჩვენთაგანთან შრომას. ნახეთ როგორი მოწყალი არის უფალი. ძველ აღთქმაშივე ხშირად ამბობენ, რომ ძველი აღთქმის ღმერთი, ეს არის მრისხანე და ახალი აღთქმის ღმერთი, ეს არის კეთილი. ეს არის სტომილება თეოლოგიური. არ არსებობს ძველი აღთქმის ღმერთი და ახალი აღთქმის ღმერთი. ღმერთი ღმერთია. ღმერთი ძველ აღთქმაშიც, ახალ აღთქმაშიც და მომავალშიც ღმერთი ერთი ღმერთი არის. ჩვენ უბრალოდ სწორად უნდა გავიგოთ ყველაფერი, მისი ბუნება, მისი ხასიათი და თუნდაც ამ ისტორიაში კაინმა, რომელმაც გულში ბოროტება ჩაიდო, ვისი მსხვერპლის ღმერთმა არ მიიღო. მსხვერპლი კი არ მიიღო,
მაგრამ უფალს არ მიუტოვებია. უფალი აგრძელებს მასთან მუშაობას და ეუბნება კაინ, რატომ მოიღუშა შენი სახე? ღმერთი აგრძელებს ადამიანებთან მუშაობას. თუ შენი სახე მოღუშული არის, თუ შენს გულში რაღაც არის საწყისიც უკვე ცოდვისა ჩაბუდებული, ჯერ შეიძლება სისრულეში არ მოგიყვანია, ჯერ შეიძლება საწყის ეტაპზე ხარ, გულში ჩაიდე რაღაც, უფალს ვეღარ უყურებ თვალებში ისე, როგორც საჭირო არის, გაბედულება აღარ გაქვს, იმიტომ რომ ჩაფიქრებული გაქვს რაღაც. ამ დროს ღმერთი არ გტოვებს მაინც. ღმერთი გელაპარაკება, ღმერთი შანსს გაძლევს და მოусმინე ღმერთს. იცით რა არის? შანსი არ არის რომ მორწმუნე ადამიანს. აი ჩვენ ხშირად როცა ვამბობთ რომ ღმერთი გველაპარაკება თუ არა, შანსი არ არის მორწმუნე ადამიანს ღმერთი არ ელაპარაკებოდეს. ჩვენ ხშირად გონია ღმერთი რომ დაგველაპარაკოს არა, ისეთი წმინდანები უნდა იყოთ. კაინს ელაპარაკებოდა ღმერთი. ელაპარაკებოდა როგორ? გამოცხადებებს აძლევდა მომავლისა და სხვის აღსაშენებლად იყენებდა? ღმერთი ადამიანებს გველაპარაკება ჩვენი სინდისის მეშვეობით. ღმერთი დაელაპარაკა კაინს. კაინ, შენი სახე რატოა მოღუშული? ღმერთი გველაპარაკება ჩვენ შინაგანად, როცა შიგნიდან მოდის რაღაც სინდისის ხმა, სიგნალი იქიდან, ეს უფალია, რომელიც გელაპარაკება. ხშირად ადამიანები დადიან და რაბახომ ღმერთი გელაპარაკება, ღმერთი დამელაპარაკა. და ამ დროს ადამიანი ისეთნაირად იჭერს თავს, რომ სხვებზე უკეთესია, სხვებზე დიდია. შემოძრფასებო. ღმერთი ადამიანებს გველაპარაკება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თუ ღმერთი დაგელაპარაკა, შენი სიწმინდის უმაღლესი პიკია ეს და დაიმსახურე, რომ ღმერთი დაგელაპარაკებოდა. არა, ძვირფასებო. ეს დამსახურების მიხედვით არ არის. ღმერთის ხმის მოსმენა ვერც ერთმა ჩვენთაგანმა ვერ დავიმსახურეთ და ვერც დავიმსახურეთ, ეს მისი წყალობაა და ღმერთი მრავალ მხრივ მოლაპარაკე, მრავალ სიტუაციებში ადამიანებს ელაპარაკება. ელაპარაკება წმინდა ადამიანებსაც, ეკლესიის აღსაშენებლად ელაპარაკება უწმინდურ ადამიანებსაც, რომ მონანიებისკენ მოიყვანოს. თავარია შენ მოისმინო უფლის ხმა, ის რაც შენს გულშია და თუ შენ მორწმუნე ხარ, მით უმეტეს წმინდა წერილს კითხულობ, დაფიქრდი, იქნებ უფალი დღეს რაღაცას გელაპარაკება. თუ შენს გულში არის რაღაც ჩაბუდებული, თუ მწიფდება რაღაცა ცოდვა შენს გულში, იცოდე ღმერთს უნდა რომ დღეს დაფიქრდე. ღმერთი მოგბართავს კაინივით და გეუბნება, რატომ მოიღუშა შენი სახე? ბიბლია ამბობს ურფასებო შემდეგ, თუ სიკეთის მქონელი ხარ, განათავაწეული არ უნდა იყო? რას ნიშნავს ეს სიტყვები ურფასებო? ღმერთი ყველა ადამიანს არჩევლისკენ მოუწოდებს. რას ნიშნავს სიკეთის მქონელი ურფასებო? ეს ნიშნავს ურფასებო, სიკეთის ქმნა აი ამ მომენტში ურფასებო, თუ მას მართლა უნდა და იმ სხორპლის მოტანა ღვთისადიდებლად, თუ ის მორჩილი იყო ღმერთისა, თუ ყველაფერი წესრიგში ქონდა ღმერთის წინაშე, გან ეს სიკეთი არ იყო? მორჩილება, რწმენა, რწმენით გადადგმული ნაბიჯები, ეს სიკეთია, რომელზეც ღმერთი მიუთითებდა და კაინს ეუბნება, თუ სიკეთის მქონელი ხარ, განათავაწეული არ უნდა იყო? რას ნიშნავს თავაწეულობა ზრფასებო? თავაწეულობა არ არის ამ კონტექსტში სიამაყე, ამ პარტავნება. თავაწეულობა ნიშნავს ზრფასებო სიმდისის სიმშვიდეს და ღვთის წინაშე სიარულს. როცა სიმდისის სუფთა გაქვს, თავაწეული დადიხარ. როცა სიმდისის სუფთა გაქვს ადამიანის წინაშე, როცა ადამიანს ელაპარაკები, თვალები აქეთ-იქით არ გაგირბის. შენ თვალებში უყურებ ადამიანს. იცით, ერთი ადამიანი იყო, ერთხელ გაცნობა უნდა და ჩვენი, იმიტომ რომ მისი შვილები ბანაკებში დადიოდნენ და სად დადიან ჩემი შვილები ხალხის გაცნობა მინდა და თვითონ ამბობს შემდეგ. პირველი შეხვედრა როცა იყო და მახსოვს ის შეხვედრა, როცა გავიცანით და თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს. კაცი როცა თვალებში გიყურებსო, ის სანდო არისო. ისეთ რა შემოზრფასობა არის ამაში რაღაც. როცა ადამიანს ორ ადამიან, ზოგი შეიძლება ისეთი უსინდისო იყოს, უტიფარია, მაგრამ იმასაც შეამჩნევა, რომ თვალებში გიყურებდეს და გატყუებდეს. მაგრამ საერთოდ ნორმალური მდგომარეობა ასეთი არის. თავაწეული ადამიანი როცა ნათელი თვალებით სხვას შახურებს თვალებში, მისი სინდისი თავისუფალია. თუ მისი სინდისი თავისუფალი არ არის, სადღაცაც გაიყიდები მაინც. თუ მისი სინდისი თავისუფალი არ არის, ადამიანი თუ დახელოვნებული არ არის ამაში,
თვალები გაურბის აქეთ-იქით, თავმად ვერ გიყურებს. თავაწეული ვერ არის, იმიტომ რომ შიგნით რაღაც ხდება. მაგრამ თუ დახელოვნებული არის, შეიძლება თვალ და თვალი გიყურებდეს, სრულობდეს, მაგრამ მაინც გამოჩნდება. მაინც დაფიქსირდება, რომ ის ყალბი არის. შემოძროფასებო ღმერთი უყურებდა კაინს და უნებოდა თუ სიკეთისმცემელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ამ დროს კაინი მოღუშული არ უნდა ყოფილიყო, მისი სახე არ უნდა ყოფილიყო გამწარებული მოღუშული, მას თვალებში უნდა შეეხედა, თავაწეული უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ სინთეზი თავისუფალია. მაგრამ მისი სინთეზი თავისუფალი არ იყო. შემდეგ უფალი ეუბნება მას, აფრთხილებს, თუ სიკეთისმცემელი არ ახარ. თუ სიკეთისმცემელი ხარ, თავაწეულმა უნდა იარო. მაგრამ თუ სიკეთისმცემელი არ ახარ, უფალი ეუბნება, ცოდვა ჩასაფრებული კართან. ღმერთი აფრთხილებდა კაინს ზრფასებო, იმ სულიერი ბრძოლისა და საფრთხეების შესახებ, რომელიც მის წინაშე იდგა. ყველა ადამიანის წინაშე შემოძრფასებო, ვისი სინდისის თავისუფალი არ არის. ყველა ადამიანი, ვინც ცოდვისკენ არის მიდრეკილი, სულიერი საფრთხის წინაშე დგას. კაინს წინ ელოდა სულიერი ბრძოლა. და ღმერთი აფრთხილებს და ეუბნება, ჩვენ აქ თუ დავაკვირდებით, ნახეთ რა წერია. ცოდვა არის აი გადატანითი მნიშვნელობით, აი აქ რო ვთქვათ, ჩასაფრებული კარებთან. როგორ გავიგოთ ჩასაფრებული, ხო სიტყვით ხო უნდა გავიგოთ, რომ აი კარებში რო გავდივართ ცოდვა, ჩვენი გულის კარებთან. ცოდვა. აი აქ გადატანითი მნიშვნელობით რო გავიგოთ ჩვენ, როგორც მტაცებელი ველური ცხოველი არის ჩასაფრებული და ადამიანი მზად არის დაგლიჯოს ადამიანი, აი ეს გვა ჩვენა უფალმა. ცოდვა კარებთან ჩასაფრებული. იცოდე კაინ. ჩასაფრება. მოკეთი არ ჩაგისაფრდება. ცოდვა ჩასაფრებული. აი აქ გამოხატულება, აი ამ წმინდა წერილის აზრის ღმერთმა გადატანითი მნიშვნელობით, მეტაფორებით აუხსნა და ეუბნება ცოდვა კართან არის ჩასაფრებული როგორც მტაცებელი. და უფრო მეტიც რას ეუბნება და შენსკენ აქვს ლტოლვა. წესი ჩვენ როგორ ვიძახით ხოლმე, რომ ჩვენ გვაქვს ლტოლვა ცოდვისადმი და ასეც არის. მაგრამ აი აქ ღმერთი ამბობს, რომ აი ასეთნაირად და გამოხატული როგორც მტაცებელი მგელია, ნადირია, ჩასაფრებული, შენ საწინააღმდეგოდ და ლტოლვა აქვს შენს მიმართ. ლტოლვა ამ შემთხვევაში რა არის? მას უნდი ხარ შენ, სყური ხარ შენ. მას უნდა რომ დაგიპყროს, გაგანადგუროს. აი ეს ლტოლვა აქვს, როგორც აი ჩასაფრებული მტერი ერთი სული რო აქვს. ადამიანს კვლელი რო არის ბუნებით და ერთი სული აქვს, ვისაც ჩაუსაფრდა, დაიჭიროს, გაანადგუროს, მოკლას და ამისი ჟინი აქვს. სყურია ეს. ასეთ ადამიანებს ეძახიან ხოლმე სისხლის მსმელი ადამიანი, რომელსაც სისხლის სყურია. აი ამ საშინელებლად არის დასახული ცოდვა, რითიც ღმერთი აფრთხილებდა კაინს. ჩასაფრებული არის ის და შენსკენ აქვს ლტოლვა. შემოძრფასებო, ეს აღწერს აი ამ ცოდვის მდგომარეობას. მას აქვს ლტოლვა იმისი, რომ დაგიპყროს, დაგიმონოს, შენი აზროვნება, შენი ცხოვრება, მთლიანად შენი არსება დაიპყროს. ცოდვა განსხეულებულად არის გამოხატული. ამიტომ რომ დაგვანახოს ჩვენ ღმერთმა, თუ რა ცოდვა უბრალოდ შეცდომა კი არ არის. დღეს ხო შეიცვალა ტერმინოლოგიაც. ადრესაც ცოდვას ეძახდნენ, დღეს ეძახიან სისუსტეს. რასაც ცოდვას ეძახდნენ, დღეს ეძახიან შეცდომას. ყველაფერს თავის სახელი გააორქვათ. ეს ცოდვა. გინდა სისუსტე უწოდე, რაც გინდა ის უწოდე, მნიშვნელობა არ იცვლება. ის ცოდვა, რომელიც ცდილობს გაგანადგუროს, მოგსპოს, დაგშალოს, დაანგრიოს შენი ცხოვრება, დაანგრიოს შენი ოჯახი, დაანგრიოს შენი ბიზნესი, დაგანგრიოს მთლიანად შენ პიროვნება და შენი ურთიერთობები ღმერთთან. ამიტომ ღმერთი აფრთხილებდა ცოდვა ჩასაფრებული ართან. ამიტომ მოდი დღევანდელ დღეს შემოძრფასო ადამიანო, უბრალოდ დაფიქრდი, რომელი ცოდვა დევს შენს კარებთან. კაინმა არ იცოდა, რომელი ცოდვა იყო, თავისი ძმისადმი სიძულველი ჩაიბადო მის გულში და ღმერთი აფრთხილებდა. ეს იყო ის მტაცებელი ცხოველი, რომელიც ჩასაფრებული იყო და ლტოლვა ჰქონდა მისკენ. აბა დაფიქრდი შენი გულის კართან, რომელიც ცოდვა არის ჩასაფრებული, რომელზე მიგითითებს უფალი. ჩვენი გულები ხო ყველამ ჩვენ თვითონ კარგად ვიცით.
ჩაიხედე შენს გულში გადაამოწმე და კითხე ღმერთს რა საშიშროება გელოდება შენ ამის იქით შენი გულის კარები დაიცავი ღმერთი გაფრთხილებს და რას თავარია იცით ძვირფასებო ჩვენ თავისუფალი არჩევანი გვაქვს მაგრამ მინდა გითხრათ რომ თუნდაც ესეთი საშინელი ძალა ჩვენ საწინააღმდეგოდ მომართული მაგრამ ღმერთი თავის შვილებს არ ტოვებს დახმარების გარეშე ბიბლია ამბობს შემოძვრფასებო პირველ კორინთელთა 10:13-ში წერია ასეთი სიტყვები არ შეგხვევიათ განსასწრელი გარდა ადამიანურისა ხოლო ერთგულია ღმერთი რომელიც არ დაუშვებს რომ თქვენ შესაძლებლობებზე მეტად გამოიცადოთ არამედ განსასწრელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ რომ გადატანა შეძლოთ ნახეთ ძვირფასებო როგორი მანუგეშებელი სიტყვა არის თუნდაც შეიძლება აი ასეთი განსასწრელების წინაშე იდგეს ადამიანი ცოდვა გებრძვის შეიძლება შენ ამბობ რომ არა მაქვს მე ძალა გავიმარჯვე ახლა აი ამ შიგნით რა ბრძოლაც მიდის ზოგს უპატიებლობის გზნობა შეიძლება კონდეს ვიღაცის მიმართ ზოგს შეიძლება მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი ან სხვა რაღაცისადმი ზოგს შეიძლება სიძულვილი კონდეს ვიღაცისადმი არ შემიძლია ამის გადატანა ადამიანი ამბობდეს მაგრამ მინდა გითხრათ შემოძვრფასო ადამიანო ღმერთისგან მიტოვებული არ ახარ რა მდგომარეობაში სიმყოფები შენ მინდა გითხრათ ძვირფასებო ყველაფერი ისია ჩვენი ცხოვრება მოწყობილი ხანდახან აი არ ვიცი გაგჩენია თუ არა მაგრამ ცხოვრებაში რო გადამიტანია რაღაცა განსასწრელი და გავიდა დრო ღმერთისთვის მადლობა მithქვია რომ მადლობა ღმერთო რომ ეს დაუშვი და იცით რატომ იმიტომ რომ ეს ვისწავლე ძალიან ბევრი ადამიანები ყოფილა რომელსაც შეიძლება გული უტკენიათ უღალატიათ სიცრუე უთქვიათ გაუზვიადებიათ ბევრი რაღაც შემოხდა ცხოვრებაში მინდა გითხრათ მაგრამ ყოველი მათგანი მტკივნეული იყო მაგრამ გავიდა დრო და ღმერთისთვის მადლობა მithქვია მადლობა ღმერთო აქედან მე ბევრი რამე ვისწავლე რომელსაც ისე უბრალოდ ვერ ვისწავლიდი კომფორტულ ცხოვრებაში ვერ ვისწავლიდი იმ გარემოში ვერ ვისწავლიდი სადაც ყველა გაქებს სადაც ყველა შენი ერთგული არის ვერ ვისწავლიდი მადლობა შეღმერთო ამ ყველაფრისთვის ბიბლია ამბობს ურფასებო კიდევ ერთხელ პირველ კორინთელთა 10:13 მნიშვნელოვანი მუხლი არის არ შეგუნთქვევიათ თქვენ განსასწრელი გარდა ადამიანურისა ხოლო ერთგული არის ღმერთი რომელიც არ დაუშვებს რომ თქვენ შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ არამედ განსასწრელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ რომ გადატანა შეძლოთ თავარია შენი არჩევანი რას ირჩევ შენ დღეს კაინის მსგავსად შენ არჩევნის წინაშე დგეხარ აირჩიე ღმერთს მოусმენ თუ შენს გულს მოусმენ ვის უსმენ შენ დღევანდელ დღეს თუ ღმერთს მოусმენ მაშინ ღმერთი არ გტოვებს შენ ამ განსასწრელში მარტო შენ აუცილებლად გადაიტან მას შენ აუცილებლად გაიმარჯვებ მასზე იმიტომ რომ ყოვლის შემძლე ღმერთი არის შენთან მაგრამ ნახეთ როგორ ვითარდება შემდეგ მაგრამ კაინს მონანიება აზრად არ მოსვლია ღმერთი ელაპარაკება ღმერთი გელაპარაკება მაგრამ შენი არჩევანი იცით რა არის რას აირჩევ შემდეგ მაგრამ კაინს შემთხვევაში ვხედავთ რომ აზრადაც არ მოსვლია მას რომ მოენანიებინა მისი გული შურის ძიებით იყო ახსავსე მისი გული სიძულვილით იყო ახსავსე და ამ დროს ღმერთი ელაპარაკება მაგრამ კაინზე ზემოქმედებას ვერ ახდენს რამდენს გინატრიათ ღმერთი დაველაპარაკოსო აბაძიეთ ხელი რამდენს გიფიქრიათ რომ ღმერთი რომ დაველაპარაკოს შევიცვლებიო ფერს გიფიქრია მაგრამ იცით რა თურმე ყოველთვის არ იცვლება ადამიანი ღმერთი შეიძლება გელაპარაკებოდეს მაგრამ შენი არჩევანი შენ რას ირჩევ იმ დროს როდესაც ღმერთი გელაპარაკება შეიძლება ვთქვათ ახლა ღმერთს ხო შეეძლო კაინის გული ისე შეეცვალა რომ არ მოეკლა თავისი ძმა არ შეცვალა ღმერთმა ღმერთი ელაპარაკებოდა ღმერთი შანსაძლევდა მაგრამ მას აზრად არ მოსვლია მისი გული სხვა რაღაცით იყო დაკავებული აი ამ სხვა რაღაცით თუ არის შენი გული დაკავებული ახლა მოიშორე თუ შენი გული რაღაცით არის დაკავებული ახლა მისმენ კიდეც
აი გონებით ხვდები რომ მართალი ვარ. სწორს ვლაპარაკობ. მაგრამ შენი გული სხვა რაღაცით არის სავსე და გინდა რომ შენ ჩაფიქრებულ საქმეს გამართლება მოუძებნო. ზურფასო ძმაო. ნუ მოუძებნი გამართლებას ის რაც შენს გულში ეჩადებული. უფალს მოусმინე. არჩევანი გააკეთე. ჰალელუია, ცოცხალქმეს დიდება. დავადების 4:8 ნახეთ რა წერია შემდეგ. ღმერთი ელაპარაკება. მაგრამ დაუკვირდეთ მერვე მუხში რა წერია. მიუხედავად იმისა რომ ღმერთმა უთხრა შენ უნდა იბატონო მასზე. შენ უნდა იბატონო. ცოდვამ კი არ უნდა იბატონო შენზე. შენ უნდა იბატონო ცოდვაზე. ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთი არ გტოვებს ჩვენ. ღმერთი გვაძლევს იმის ძალას, რასაც გვავალებს. ჩვენ შეგვიძლია ვიბატონოთ ცოდვაზე. ჩვენ შეგვიძლია ვიბატონოთ გულის თქმაზე. ამენ. ის არ არის ჩვენი ბატონი. ჩვენ მოვალენი არა ვართ ხორცისა რომ მისი ნებასრული აღვასრულოთ. ჩვენი ბატონი უფალია. და ის გვეუბნება იბატონე მასზე. მაგრამ შემდეგ ხედავთ რომ ღმერთი ერთს ელაპარაკება, მაგრამ ნახეთ ეს მუხლი რას ამბობს. კაინმა გაატარა ეს სიტყვები, გულთან არ გაიკარა. და თავის ძმას ეუბნება, უთხრა კაინმა აბელს თავის ძმას, ველად გავიდეთო. თავის ჩანაფიქრი. გავიდეთ ველად, გაიყვანა ცალკე. მოტყუებით და იქ წერია ზურფასებო რომ გავიდნენ, აღდგა კაინი აბელზე თავის ძმაზე და მოკლა. აღასრულა ის რაც მის გულში იყო. თურმე ღმერთი რო გელაპარაკება ეს საკმარისი არ არის, ღმერთს უნდა მოусმინო. თელი წმინდა წერილი. მარტო რო იკითხო, უკვე ღმერთი გელაპარაკება შენ. როცა ცნების წინააღმდეგ მიდიხარ, იგივე სურათი არის. მაგრამ ჩვენ ხო ადამიანებს გვინდა კიდევ წერილის იქით რაღაც მოისმინოთ. დიახ, იმასაც მოისმენ. შენი სინდისის ხმას მოისმენ, მაგრამ არ დაემორჩილები თუ შენი გული გაქვავებულია. მოკლა თავისი ძმა. მაგრამ რა დიდებული არის ჩვენი უფალი, ნახეთ ზურფასებო. და სანამ შემდეგ გულზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ როცა ადამიანს მონანიება აზრად არ მოსდის, თუ ეხლა შენ გიჭირს მონანიება, რამდენიმე საშიში პროცესი ვითარდება შენს გულში. და ყველა საშიში რაც არის პირველი, გულის გაქვავება. ნუ გაიქვავებ გულს. როგორ ხდება გულის გაქვავება? როცა სინდისი სხმა თითქოს იხშობა. უფალი ელაპარაკება და როგორ ფიქრობთ, კაინი ამ დროს ახლა წარმოვისახოთ უბრალოდ. მის გულში რა ხდებოდა? აქ აღარ არის აღწერილი. მაგრამ მის გულში ხდებოდა ის, რომ უფალიც ელაპარაკებოდა, სინდისიც ამხელდა, მაგრამ ახშობდა ამას. ადამიანებს ჩვევია ჩავახშოთ. რაღაცა ჩვენ შიგნით ის ღვთიური სინდისი ღმერთმა ჩადო ჩვენში. ხშირად ვცდილობთ ხოლმე ჩავახშოთ ის შინაგანი ღვთიური ძახილი გულში, იმიტომ რომ ჩვენი სურვილი უფრო დიდი არის. პირველ რიგში რაც ხდება ზურფასებო, სინდისი თითქოს იხშობა. რაც უფრო მეტად უარყოფს ადამიანი, აი ამ მონანიების გრძნობას, რომელიც სინდისის მხრიდან მოდის, ზურფასებო, მით უფრო უჭირს მერე მისი მოსმენა. ებრაელთა მესამე თავის 13 მუხლი ამბობს, არამედ შეაგონეთ ერთმანეთს ყოველ დღე, ვიდრე ითქმის. დღესო, რათა რომელიმე თქვენთაგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის სასტურით. თურმე შესაძლებელია. ისმინეო ხმა, როგორც ებრაელთა მიმართ წერია, შეაგონეთ ერთმანეთს ყოველ დღე, ვიდრე ითქმის დღესო. რათა რომელიმე თქვენთაგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის სასტურით. აი ამ ცოდვის სასტურით, რომელიც მოდის, შეიძლება შენი გული გაქვავდეს. თუ შენ არ მოისმენ უფლის ხმას, თუ შენ სინდისის ხმას არ მოусმენ, თუ შენ სინდის ჩაახშობ, შენი გული შეიძლება გაქვავდეს და წერილი ამბობს. ცოდვა ჭრილობას ტოვებს ადამიანის გულში, მაგრამ მოუნანიებელი ცოდვა ამ ჭრილობას განკურნების ნაცვლად უფრო ღრმად ხდის და ადამიანი კარგავს უგრძნობიარეობას.
კიდევ რაც ხელს უწყობს ზურფასებო აი ამ პროცესში რაც კაინის მდგომარეობაში იყო წეღანაც ვახსენე საკუთარი თავის მართლება ეს არის სიმართლის დამახინჯება ჩემო ზურფასებო როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარი ქცევის გამართლებას და ცდილობს რომ აი ეს ჭეშმარიტება თავის სასარგებლოდ გადახაროს მე მართალი ვარ თავის საქციელს გამართლებას უძებნის რამდენჯერ ყოფილა ადამიანს ველაპარაკებით და ვეუბნებით აი ძმაო დაო ბიბლია ამას ამბობს ბიბლია კი ამბობს მაგრამ რაღაც უნდა ამას აი მაგრამის მერე მიდის ხოლმე აი თავისი მდგომარეობა რომ დაგვიხატოს რომ თურმე რა აიძულებს ამისთვის რომ ეს ნაბიჯი გადადგას რომ თავისი ნაბიჯი როგორმე გაამართლოს ნუ დაამახინჯებ ნუ რას დრო სიმართლეს პატიოსანი იყავი იმ ღმერთის წინაშე იმან ისედაც იცის შენს გულში რა არის კაინის გულში რა ტრიალებდა და რითი ამართლებდა თავს ჩვენ არ ვიცით რაღაც გამართლებას ისიც მოუძებნიდა თავის მოქმედებას ადამიანებს გვახასიათებს ცოდვას გამართლებას უძებნი ჩვენ ცხოვრებაში ცოდვას გამართლებას ნუ მოუძებნი შენ ცხოვრებაში პატიოსანი იყავი სანი შენი ცოდვა იმიტომ რომ ღმერთი არაერთ გზის შანსს გაძლევს სანი შენი ცოდვა უთხარი ღმერთს და მოინანი როგორც კი გამართლებას მოუძებნი შენ თავს და დაიწყებ ამის ზიება შენი გული ქვავდება სინდის ახშობ შენ ამიტომ ერიდე ზურფასებო ამ დროს იცით რა ხდება როცა ღმერთს არ უსმენ ღმერთს როცა არ უსმენ ღმერთის ხმიდან თანდათან ხდება იცით რა დისტანცირება ახშობ ღმერთ როგორ სინდის იხშობა ასე ღმერთის ხმის მოსმენა იხშობა შენ ცხოვრებაში მოусმინე ღმერთს ვინც ის რამდენჯერ ქონია ღმერთს ასეთი სიტყვა ჩვენს მიმართ როცა გვინდა რომ ღმერთის ხმა მოვისმინოთ როცა გელაპარაკებოდი რაც გითხარი ის მოისმინე რომ კიდევ გინდა ერთხელ მოისმინო ჩვენ ხშირად გვინდა მოვისმინოთ მაგრამ ჩავახშეთ სინდისის ხმა დისტანცირება გავაკეთეთ ღმერთის ხმისგან შორს დავდექით ღმერთი კვლავ აგრძელებს და კაინს მონანიების საშუალებას აძლევს და ნახეთ რა შეუნება კითხა უფალმა კაინს სად არის შენი ძმა აბელი მიუგო კაინმა არ ვიცი განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ არ გესნობთ ეს სიტყვები ზურფასებო გულწრფელი მონანიების ნაცვლად პასუხისგებლობას თავიდან ირიდებს და ამ მუხში არის ერთი ორი ნიუანსი რომელზეც უნდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება ღმერთი ეკითხება ადამიანს და ეს კითხვა არის მონანიებისკენ მოწოდება ღმერთმა არ იცოდა სად იყო აბელი იცოდა როცა ღმერთი შენ რამეს გეკითხება ღმერთმა არ იცის მაგრამ ღმერთს უნდა რომ შენ მონანიებისკენ მოგიწოდოს განა ეს ნაცნობი ხმა არ არის ადამ სად ახარ განა ღმერთი ვერ ხედავდა სად იყო ადამი შვენივრად ხედავდა ღმერთი ადამიანებს მოუწოდებს და აძლევს მონანიების შანსს კაინის პასუხი იყო სიცრუე და ცინიზმი თუ ავიღებთ ნახეთ როგორ უპასუხა ღმერთს არ ვიცი ცხადი ტყუილი ვერიდო ტყუილ ზურფასებო შენ გონია მე თუ მომატყუებ ღმერთს ატყუებ საერთოდ ბუნებით ხანდახან ეს ჩემი სისუსტეც არის ხოლმე ხშირად როცა ადამიანებს ზედმეტად ვენდობი როცა ადამიანი გელაპარაკება და უბრალოდ ენდობი ხანდახან ვიფიქრებ რომ რა ცუდი ხასიათი მაქვს ეს მაგრამ მეორეს მხრივ ვერ წარმოვიდგენია ნდობის გარეშე ცხოვრება როგორ შეიძლება ვიცხოვროს საზოგადოებაში ძმებში დებში და
უყურებდე ყველას ეჭვის თვალით, რომ არ ვენდობოდე. იმდენჯერ შეიძლება მომატყუეს, რომ მაგ მიზეზი ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ როგორ შეიძლება ნდობის გარეშე ციცხოვრო? ვერ იცხოვრებ მაშინ. და ხანდახან აღარ ვიცი ხოლმე სისუსტეა თუ ძლიერი მხარე არის. მე თუ მომატყუებ, უფალს ვერ მომატყუებ. მე თუ მოვტყუდი ღმერთი ამისთვის, მე მგონი არ დამსჯის. მაგრამ შენ თუ მომატყუებ, პასუხს აგებ უფლის წინაშე. ვილაპარაკოთ სიმართლე, ძვირფასებო. სიმართლისთვის არავინ არ ჩამოუხჩიათ ეკლესიაში. სიმართლეა. სიმართლეს თუ მეტყვი, მეტი ნდობა მექნება. მაგრამ თუ ერთხელ მომატყუებ, მეორედ გამიჭირდება შენი ნდობა. თუ მეორედაც გენდე და კიდე მომატყუე, მესამედ უფრო გამიჭირდება და თუ მესამედაც მომატყუე, საერთოდ ვეღარ გემდობი ცხოვრებაში. ამიტომ გმართებს ხშირად ძვირფასებო, კეთილი შიგნით რაც აგაკ შეინახო, რომ ბოროტება მის არ დაჩრდილოს. როცა ღმერთზე ვფიქრობ ხოლმე, ღმერთის ხასიათი და ბუნება რამდენჯერ ენდობა ადამიანებს, ამიტღა ვინუგეშებ ხოლმე თავს, რომ ღმერთი აძლევს შანსს და შენ არ უნდა მისცე. მაგრამ ჭირს ძვირფასებო. ამიტომ ვისწავლოთ ჩვენ სიმართლის ლაპარაკი. სიმართლე ვილაპარაკოთ. არ ვიცი. და განამარტო ეს იყო, არ ვიციო? ცინიზმი, ჩემი ძმის დარაჯი ვარ? როგორ ფიქრობთ, ვართ ჩვენ ერთმანეთის დარაჯები? დიახ ვართ. ჩვენ ერთმანეთს უნდა უფრთხილდებოდეთ. დიახ ჩვენ ვართ ჩვენი ძმის დარაჯები. ეს არის ძვირფასებო გულის გაქვავების შედეგი. და კიდევ ერთი რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ცოდვა იმდენად მყარაჯდება ადამიანის გულში, რომ ადამიანი უკვე აღარც კი ცდილობს მონანიებას და ღმერთის წინაშე გამართლებას. ჩემი ძმის დარაჯი ვარ? რამდენჯერ განდგომილი ადამიანი აუგად რაღაცას იტყვის, ფასეულობები დაკარგა, სიწმინდე დაკარგა, რა გამიკეთა ღმერთმა და რა გინდა რომ გაგიკეთოს. რამდენჯერ გაქვავებული გულის ადამიანებს აუგი უთქვიათ ღმერთზე. რამდენჯერ გულით გაქვავებულ ადამიანებს აუგი უთქვიათ ეკლესიაზე. რაც წმინდა იყო მისთვის დღეს უკვე დაკარგა ის სიწმინდე. შევინარჩუნოთ ჩვენი გულის მდგომარეობა. და კიდევ რაც არის ძვირფასებო, ღმერთმა კითხა, სად არის შენი ძმა? მნიშვნელოვანი საკითხი არის, შემოძვირფასებო, რომ ჩვენ აი ამ შეკითხვას ყური დაუგდოთ. მნიშვნელოვანი საკითხია. ღმერთისთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი ძმები და დები. ღმერთისთვის ყოველი ჩვენთაგანი მნიშვნელოვანი ვართ. კაინი შერაცხული იქნა კაცის კვლელად. და იცით სახარება რას ამბობს ახალი აღთქმა? თუ არ გიყვარს შენი ძმა, შენ კაცის კვლელი ხარ. კაინი კაცის კვლელი და ახალ აღთქმაში ძმა, რომელსაც ძმა არ უყვარს, იგივე არის. ღვთის თვალში. იმიტომ რომ კაინმა შეიძულა თავისი ძმა და მერე მოკლა. სიყვარული ხوار შემოაკვდა. ხო ვერ ვიტყვით ამას, ისე უყვარდა კაინს თავისი ძმა, ველად რო გავიდნენ, ისე ჩაეხუტა, რომ მოახრჩო თავის სიყვარულში. არა. სიყვარული. თუ არ გაქვს შენ დღეს, შენი ძმისადმი, შენი დისადმი, თუ სიძულვილი შემოდის შენს გულში, იცოდე რომ საშიჯზე სადგე ხარ. ღმერთისთვის მნიშვნელოვანი ვართ ყოველი ჩვენთაგანი და ღმერთს უნდა რომ ჩვენ პატივსცემდეთ ერთმანეთს. ღმერთს უნდა რომ ჩვენ გვიყვარდეს ერთმანეთი. ერთი ოჯახი ვართ. არ დავივიწყოთ ეს ძვირფასება. და ეს მიუღებლობა თუ არის, ადამიანების ერთმანეთში ეს მიუღებლობა უნდა მოусპოთ ჩვენი ცხოვრებიდან. ჩემი ძმა არის, ჩემი და არის. გითხრათ ჩემი განწყობა? ხანდახან ალალად გითხრათ რომ ზოგიერთი ადამიანი რომ მოდის შემთან, დამალვა მინდა სადღაცას. იმიტომ რომ ვიცი რომ თავი უნდა მომაბეზროს, უკვე ვიცი წინასწარ
პასუხი რა უნდა გავცე, მაგრამ 1 საათი იძულებული ვარ უნდა უსმინო. უკვე ვიცი ბოლოში რა უნდა უთხრა. მაგრამ დაცლა უნდა. ამიტომ ზივარ ხანდახან ჩემთვის და ვასტი როგორ უნდა დაიცალოს. ერთი კურიოზული მომენტი მქონდა. ერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან სახლში. თვალთ ვერ ახედავდა, უფალთან არის უკვე ეს ადამიანი. კარგად ესე რომ ვიჯექით, ბოლომდე მუდოვნად ხედავდა და ვიცოდი მაგის პრობლემები ზებირად უკვე. ერთი და ორჯერ კი არ მქონდა ნასაუბრები. რო დავჯექით და დაიწყო ლაპარაკი, ისე ვიგივე, დავაცადე რა ვქნა, ჩამეძინა ლაპარაკში. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, გავახენე თვარი ისე ვლაპარაკობს. მაგრამ მადლიერი წავიდა იქიდან რომ მთელი საათი თურმე უსმინე მაგას. კი მეცინებოდა ჩემთვის, მაგრამ მეთქი უფალო რა მეკნა. ჩამეძინა ისეთი დაღლილი ვიყავი. ნუ ის მადლიერი წავიდა რომ მოусმინე. ეხლა ხო ვერ ხედავდა თვალები და ხუჭული მქონდა თუ არა. რა თქმა უნდა არ მინდა ასეთი მსმენელები იყოთ, ყველა უნდა იყოს თვალხილული. მაგრამ იცით რა არის? სიყვარული ისეთი რამე არის, რომ ამასაც ვიტანთ. იმიტომ რომ უგებთ ერთმანეთს. შეიძლება ტკივილის მოგაყენა, მაგრამ აპატიე. შეიძლება არ მოგწონს, მაგრამ აპატიე. პატიება. რაღაცები უნდა ჩვენ შევძლოთ რო ადამიანებს, არა? მაინც და მაინც ახლა ყველაფერზე პასუხი კი არ უნდა გასცე. ვისაც რა ეკუთვნის ცხოვრებაში, რომ ის პასუხი გამეცა, უფალმა არ გამიშვა. ერთ დროს როცა უფალთან მოზიარებაში ვიყავი და დამელაპარაკა უფალი, ზუსტად ის იყო, რომ ფიქრობდი ადამიანებზე და განსაკუთრებით ერთზე, რომ რაც ეკუთვნოდა ოღონდ, ის მეთქვა იმის მიხედვით მისთვის. ჩემი ადამიანური სიბრაზიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. მაგრამ უფალმა მითხრა 100 არ უპასუხო. და ისიც მითხრა რატომ? და ეს უფრო შეეხო ჩემს გულს, ვიდრე ის რომ უბრალოდ უფალს ეთქვა 100 არ უპასუხო. რადგან თუ ასე უპასუხებ, შენც მისნაირი გახდები. და იცით რა ვიფიქრე? უფალს არ უნდა რომ მე ვიღაცის ნაირი გავხდე. უფალი ზრუნავს და ეს შეეხო ჩემს გულს და უთხარი უფალო. დავხარე თავი. შემოძვრფასაც მევდადება. ძმური სიყვარული ეს არის ღმერთის ნება ჩვენს ცხოვრებაში. ამინ. დიდებულია ჩვენი უფალი. კარი ჩაკეტე. აღიარეთ სტუნება რომელიც გაქვს. თუ საიდანაც გესმის შმაკი. კარის ჩაკეტვა არის რომ ეს აღიარო. კი არ დამალო კაინივით. აღიარე, თქვი, თუ ვერ ერევი მიმართე, შენს მეგობარს, ეკლესიის მსახურს მიმართე. გახსენი შენი გული, ნუ დამალავ, ნუ დაფარავ. არის კატეგორია ადამიანების ახასიათებთ, არავინ არ გაიგოს. არავინ არ იცოდეს ჩემი მდგომარეობა, არავინ არ გაიგოს ჩემი ოჯახის მდგომარეობა, რა სიტყვიან ადამიანები. ჩემო ზურფასო ადამიანო, ნუ დარჩები მარტო ცოდვასთან, როგორც კაინი დარჩა. შენს მეგობართან მიდი, ეკლესიის მსახურთან მიდი, მარტო ნუ დარჩები. თუ ვერ უმკლავდები, მით უმეტეს აღიარე, თქვი, რა არის შენს გულში, რომ დროული დახმარება მიიღო. ჩაუკეტე კარები ცოდვას და ეშმაკს. ჰალელუია. უბრუნდები მეშვიდე მუხს 2 წუთი და ერთი რამ რაც მინდა გითხრათ. ჩვენ წავიკითხეთ რომ ცოდვას ლტოლვა აქვს შენდამი. მაგრამ როგორი არის ცოდვას დამონებული ადამიანის ლტოლვა ცოდვისადმი? 2 სიტყვით ესეც მინდა გითხრათ. თორე ყველაფერი არ დავაბრალოთ ახლა, ცოდვა რო ილტვის იმის ბრალია ყველაფერი. ეს მეტაფორულად აგვიხსნა უფალმა რომ გავიგოთ. მაგრამ ჩვენი ლტოლვა ცოდვისადმი. ჩვენ ამას კარები უნდა ჩაუკეთოთ ჩვენ ცხოვრებაში. მინდა ასეთი მაგალითი რას ნიშნავს ლტოლვა, როცა რაღაცა გინდა მთელი გულით და მიისწრაფი მისკენ. ეს არის როგორც აი რკინას იზიდავს, მაგნიტურ რკინას იზიდავს. როცა რომელიღაც ცოდვა არის ადამიანის ცხოვრებაში, ის ცოდვა იზიდავს. მისი გული არის მიკრული. ლტოლვა აქვს იმ ცოდვისადმი. მისწრაფება აქვს იმ ცოდვისადმი.
ზოგისთვის შეიძლება პორნოგრაფია იყოს, ზოგისთვის აზარტული თამაშები, ზოგისთვის შეიძლება ჩამონათვალი ბევრი არის. როცა უბრალოდ კი არ ცდები, შენ გააქვს ტოლვა უკვე მისდამი, მიდრეკილება მისდამი. მაგალითად, ვისაც ტკბილეული იყვარს და შოკოლადი უყვარს, არა? ერთხელ ერთი ძმა იყო, რომელიც ეხლაც კი ვიხსენებთ ხოლმე, როცა ხვდებით, გზაში მივდიოდი და ძალიან უყვარდა ტკბილეული. რაიონიდან არის ჩამოსული, მივდივართ მსახურებაზე, გააჩერე ერთ ადგილზე და იმდენად უყვარდა ეს ტკბილეული, შოკოლადები იყიდა და მოიტანა და გამიმასპინძდა. მეუთხარი. გზის ფული დაგჭა? იცი ის მიყურებს. იმდენად იყო, აღარ იფიქრა, გზის ფული დარჩებოდა თუ არა, უყვარდა შოკოლადი. ეხლაც კი იხსენებს ხოლმე სიცილით. იმიტომ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას რომ მეთქვა ეხლა. თუ მომისმენს კიდეც. მეუბნები, გზაში ვიხუბრეთ, მეუთხარი, ბიჭო, ისე როგორ გიყვარს ეხლა ეს რო გზის ფული რომელიც შენ გქონდა უკან უნდა დაბრუნებულიყავი და ხარჯი შოკოლადში. მაგრამ ისიც რა არის, ხანდახან არის რომ რაღაცისადმე ტოლვა რო გაქვს, ის გადაგიკეტავს ხოლმე და არჩენს ყველაფერს. აი ის უნდა გააკეთო. აი ის უნდა შეასრულო. ევას გადაიკეტა, როცა იმ ნაყოფს უყურებდა, ყველაფერი დაავიწყდა. ადამსაც იგივე მოუვიდა. კაინსაც იგივე მოუვიდა. რაღაცა კეტავს ჩვენს გონებას ზურფასებო. აი ამიტომ ჩვენს ხოვრებაში ზურფასებო, ჩვენ უნდა განვამვითაროთ სიკეთისადმი ტოლვა. ღმერთის მორჩილებასადმი ტოლვა უნდა განვავითაროთ ჩვენს ხოვრებაში. სიკეთისადმი ტოლვა, მორჩილებისადმი, რწმენისადმი. ამიტომ ჩვენ ზურფასებო, რომ გავაკონტროლოთ ჩვენი ტოლვები, საკუთარ თავს ჩვენ ხშირად უნდა დაუსვათ კითხვა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის შემოწმება. აი რისკენაც ჩვენ ტოლვა გაქვს, სწორია თუ არ არის სწორი. დაფიქრდი უბრალოდ. და თუ აღმოაჩენ რომ სწორი არ არის, უფლისინაში წარსდექი მონანიებით. ნუ მოусმენ იმ ქადაგებლებს, რომლებიც ამბობენ, მადლში ვცხოვრობ და მონანიება აღარ გვინდა. მადლი მონანიებას გვაძლევს. მადლი უფლისა იყო ზუსტად შემზღუდველი მადლი, რომ კაინს აფრთხილებდა, რომ სოდვაში არ შესულიყო. და იგივე მადლი, როცა ადამიანი დგას სოდვის წინაშე, ღმერთი აფრთხილებს და ღმერთი ძალას გვაძლევს. და თუ ადამიანი კიდევაც შევა სოდვაში, თუ ინანიებს, ღვთის მადლი პატიობს. მაგრამ თუ არ მოინანიებ, ღმერთი შენნაირი არ არის. ღმერთი წმინდა ღმერთი არის. დიდება მას. ამინ. ამიტომ შემოზურფასებო, გავამახვილოთ ყურადღება სინდისის ხმაზე ხშირად. როცა შიგნიდან რაღაცა გველაპარაკება ჩვენ, სინდისი ქეჯნის ეს ღმერთის ხმა არის. ღმერთი მოლაპარაკე ღმერთი არის და ყოველ არასწორ ქმედებაზე, რომელსაც შენ ჩადიხარ, შიგნით შენ ყოველთვის გენთება წითელი. გამართილებელი ნიშანი. ეს უფალია და მოусმინე მას. ამიტომ შემოზურფასებო, შენი რასაც კი აღმოაჩენ, დადე უფლის წინაშე მონანიებით. უფრო მეტი იკითხე ბიბლია. უფრო მეტი ილოცე. ბიბლიური ისტორიებზე ილაპარაკე. სწორ ადამიანებთან იქონია ურთიერთობა. თუ შენ გიყვარს პორნოგრაფია და უმეგობრდები ადამიანს, ვისაც პორნოგრაფია უყვარს, ის ვერაფერს ვერ გასწავლის. თუ შენ აზარტული თამაშებით გატაცებული ხარ და იგივე მეგობრებს ეძებ, ის სწორს ვერაფერს ვერ გასწავლის. ამ დროს მოძებნე სწორი მეგობრები, სწორი მრჩეველები. მათთან ერთად ილოცე, მათთან ერთად განიხილე ბიბლიური ისტორიები, ისწავლე. ისწავლე ამ ისტორიით, რასაც დღეს ვლაპარაკობთ. ჰალელუია. ამიტომ შემოზურფასებო, მოდი გავჩერდები. აი ამ ისტორიით და ვისწავლოთ ეს ყველაფერი, რომ ჩვენი ღმერთი, მოლაპარაკე ღმერთი არის. ჩვენი ღმერთი უფრთხილდება ყოველ ჩვენთაგანს. და ყოველი ბიბლიური ისტორია, როცა ვკითხულობთ ბიბლიას, ჩავღრმავდეთ, ვიფიქროთ ღმერთის დიდებაზე, მის მადლზე, რომ ის რაც ღმერთმა მოგცა, არ დავკარგოთ ცხოვრებისეულ გზაზე. ამინ. მოდი წამოვდგეთ და ვილოცოთ შემოზრფასება. ცოცხალყრის დიდება და მადლობა. მინდა რომ ამ ლოცვაში, უნდა შეგიძლიათ ამოხვიდეთ სცენაზე,
ამ ლოცვაში შემოძრფასებოა თუ რაიმე გენიშნა შენ თუ უფალი შენს გულს ელაპარაკებოდა თუ ღმერთი დაელაპარაკა შენს გულს და მიგითითაც სტუნებაზე რომელიც სტუნებაც შენს გულში არის იცოდე ღვთის მადლი არის შენზე ის მოგიწოდებს რომ დროზე დაფიქრდე დროულად დაუღალღან ყველაფერს მოტრიალდე ისევ შენი უფლისკენ ჰალელუია მოდი აღარ ხელები და ვილოცოთ ზურფასება ჩვენი გულები გადმოუღაროთ მის წინაშე და თუ ამ დარბაზში არის კიდევ ისეთი ადამიანი ვინც პირველად არის ან შენი ცხოვრება უფლისთვის არ მიგიძღვნია შეგიძლია გამოხვიდე წინ ვილოცოთ შენი გულისთვის რომ უფალმა გაპატიოს ყველაფერი რაც დღემდე გქონია და ახალი ცხოვრების შანსი მოგცეს ხოლო თუ არიან ადამიანები შეიძლება მორწმუნე ხარ ეს სიტყვა შეგეხო აღაპყარი შენი ხელი ზეცისკენ შეიძლება მოგერიდოს ახლა გამოსვლა მაგრამ არ მინდა ადგილზე იყავი წრფელი აღაპყარი შენი ხელი უფლისკენ და შენი ჩანაფიქრი რაც შენს გულში იყო უთხარი უფალს და უარი თქვი მას ყველაფერზე და თქვი უარს ვამბობ უფალო უარს ვაცხადებ ამ ლტოლვაზე ამ გულის თქმაზე უარს ვაცხადებ იესო შენს ნებას ვირჩევ უფალო შენ შემოდი ჩემს ცხოვრებაში ამენ მოდი აღაპარეთ ხელები და აღიმაღლეთ ხმა ოზეციერო მამაო დიდება და ქება შენ ახარ ჩვენი უფალი ჩვენი ღმერთი ჩვენი ზეციერი მამა უფალი ყოვლის შემძლე და ყოვლის ყრობელი შენ გადმოღვარი შენი მალი და წყალობა უფალო შენ ხარ დიდებული ღმერთი და მარადიული ღმერთი უფალი ყოვლის შემძლე და ყოვლის ყრობელი ღმერთი ჩემოწმინდა ოზეციერო მამაო გთხოვ გადმოღვარე შენი მალი და კურთხევა ღმერთო იდებულო ო ღმერთო შენ ხედა უფალო ღმერთო ადამიანები უფალო შენ წინაშე მოსულები უფალო შენ ხედავ ყოველი ჩვენთაგანის გულს შენ ხედავ ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებას უფალო და გთხოვ გადმოღვარე შენი მადლი გადმოღვარე შენი წყალობა უფალო მოგვეცი მონანიება ღმერთო იდებულო რომ მთელი გულით უფალო ღმერთო მოვდიოდეთ შენ წინაშე ღმერთო იდებულო ღვრიდეთ შენს გულს შენ წინაშე ღმერთო შენთვის ხადია ჩვენი გულის მდგომარეობა არც ერთი ადამიანის გულის მდგომარეობა შენთვის არ არის უფალო დაფარული შენ ხედავ ყოველ ტოლვას უფალო ღმერთო და რაც შენგან არ არის ადამიანებში ღმერთო დიდებულო გთხოვ დაამხე შენი სულიწმინდის ძალით დაწყებულებით ტოლვა ჩვენი უფალო იყოს სიკეთისადმი მორჩილებისადმი შენი წმინდა მცნებისადმი უფალო ღმერთო გვიწინა მძღოლე უფალო ღმერთო და გავხადე ისეთ ეკლესიად როგორც შენ გინდა დაინახო უფალო ამ შაუბნელ სამყაროში ეკლესია განათებული და გაბრწყინებული შენი სიტყვით უფალო შენი სიწმინდით უფალო შენი სულიწმინდის ხებულებითა და ძალით უფალო განდიდდი შენ ყოველივეში წმინდაო მარადიულო ღმერთო მამაო ძეო სულო წმინდაო და მთელ მერმა თქვას ამინ ჰალელუია